მერე შერა. ხო. სხვა შორის ჩემს არხზე რამდენიმე ვიდეო წავშალე. შემეძლო ალბათ პრაივეტში გადამეტანა, მაგრამ არა წაშალამჯობინე. მინდა რომ ერთი კონკრეტული მიმართულება ავიღო და ამ ერთი კონკრეტული მიმართულების ხრივ და ერთი მიმართულებით გავაკეთო ხოლმე კონტაქტი. მოკლედ, ყველაზე მეტი ნახვა აიღო ჩემო ვიდეომ, სადაც განვიხილავ დუდუს და მაკას ურთიერთობებს, როგორც ორი განსხვავებული, ორი დამოუკიდებელი სქესის და დამოუკიდებელი ადამიანის და ორი დამოუკიდებელი პლუს მანიპულატორი ადამიანის ეგოთა თამაში. შემდეგი წყვილივენ იყოს ორი არჩევანი მაქვს. ან უნდა ავირჩიო დათო და ნინა, ან უნდა ავირჩიო სანდრექსა და სანდრექსა კი არა. ხო, სანდრექსა ნატაშკა. ნინა და დათოზე ეს პრინციპში ახლა 19 სეზონია მაგათ უყურებ და. ხო, ნინა და დათოზე ბევრი ალბათ არა, იცით როგორ რაღაც არის ნინა და დათოზე ჯერ ერთი ცოტა ბევრი გასაკეთებელი მექნება, იმიტომ რომ თავარი პერსონაჟები არიან. და ფაქტურად 19-ვე სეზონიდან უნდა მოვიღო ვიდეოები. ხა დუდუზე და მაკაზე ის არის რა ხვდებით. პატარ-პატარა ეპიზოდური ისტორიები აქვს რა. ხო და ალბათ ჯერ სანდრექსას და ნატაშკას ავიღებ. ან შემიძლია გავაკეთო ესა ცოტანე და კატა ჯიქია. ყველაზე მეტად მიყვარს ეგ სეზონი. არ გინახავს თუ არა, მაგრამ ცოტნეს რო შეუყვარდება კატა თუ გაქვთ ეგ სერიები ნანახი. რო ჩავარდება იმაში მდინარეში. ჩავარდება რა, მდინარე წაიღებს ეს რო გაყვება ერთად რო დაბუდიელობენ. რა საკაიფო სერიებია. მეხუთე სეზონი ან მეექვსე არ მახსოვს ზუსტად. ხო, სადღაც დაახლოებით ეგრე. ისე ძალიან დამაინტერესდა ამ ჩემი ცოლით და ქალების კონცეფტი და რაღაცეები. შემიძლია ცალკე ქალების, ცალკე კაცების და ესეთი რაღაცები. მოკლედ შემიძლია მთელი ჩუცუდუს ის გავაკეთო რა. თუმცა მარტო ჩუცუდუ არ მინდა რა. მინდა რომ შუა ქალაქზეც ვილაპარაკო, იმიტომ რომ შუა ქალაქი მიუხედავად რომ არის სიტკომი და არის კომედია. საერთოდ თემურ ჩხევიძე თქვა, რომ კომედიაში არის ყველაზე დიდი დრამა, რატო? იმიტომ რომ კომედიაში ჩვენ ვხედავთ ყველა ჩვენი ადამიანების მანკიერთვისებებს. და დრამაში როგორც წესი ამობენ სიმართლეს. რომელიც უნდა აღიარო რა. ამიტომაც არის დრამა, რომ შენს უარყოფითვისებებს უფრო მძაფრად ხედავ და კომედიაში ეგრე არ არის. კომედიაში მსუბუქად უყურებ. უფრო ისე უყურებ რა. ხო და მინდა ეგეც რო